ცოდნა რა არის? გავაცნობიეროთ ის, რასაც ვატარებ. მეტი კი არაფერი არ არის ცოდნა. სწავლა რა არის? აი რასაც ატარებს ამის გაცნობიერება და რაციონალიზება, შეგნებულობა იმისა, რასაც შენ ლაპარაკობდი შეუგნებლად. რომ კითხვას რო დაგისვამე. ასე რომ სწავლა არის ის გავაცნობიეროთ ის, რაც მე თავში ჩამიდო ვიღაცამ. რო ვკითხულობ სხვის იმას, ეს უნდა გავიაზრო. რო უყურებ ფილმს, ეს უნდა გავიაზრო. ჩემი აზროვნება და შენი ილუსტრაცია. აბა ახლა სხვანაირად რა გამდევნოთ ყველა დავწვათ წიგნები? მარქსის წიგნები კი უნდა დაწვა. არის ესეთი ადამიანი ესე აზრად დადუება. ამიტომ გადავხედე და ესეთი ადამიანის ყოფილა და აი ბიბლია გვეუბნება არის ერთი ცოდვადაცემული სატანის ხალხი, საწინააღმდეგოა ხედვა იმისა, რასაც ღმერთი ქვია და არის ხედვა ღვთაებრივი. ესე იგი ადამიანი არის არა დამოუკიდებელი არსება, არამედ დამოკიდებული არსება. აი ეს ინფორმაცია მე ბიბლიიდან გავიგე, ისე არც ერთ წიგნიდან არ გავიგე. მე მეგონა რომ მართლა ადამიანი დამოუკიდებელი იყო. არა, ბიბლია მითხრა დამოკიდებული ხარ. ღმერთზე და სიკვდილი არის გაწყვეტა დამოკიდებულებისა. დაკარგა ადამმა და ევამ კავშირი გაწყდა ღმერთთან, იმავე წუთში მათ დაკარგეს დამოკიდებულება, სადაც ისინი თავისუფალ აზროვნებას ამჟღავნებდნენ და ფსევდო დამოუკიდებლობაში შევიდნენ და რეალობაში კი სატანა მართავს მათ. აი ამის გამოსყიდვა არის იესო ქრისტე. და აი ესეთი ხალხი, ესეთი ნიჭიერი, ესეთი ის რომ მოგწერ, რატო არ გინდათ ღმერთთან მიხვიდეთ, იცი მე ეს მიყვირს. და რატო იფარგლებით საზოგადოებრივ რელიგიურ რიტუალებით და რა თავს იმშვიდებთ რომ სამოთხეში ხვალთ? ერთხელ თქვენმა გააკვიოთ. თქვენი გადაწყვეტილებაა ეგ. თქვენი ვერამ ვერ შეგიყვანთ სამოთხეში და ვერამ ვერ შეგიყვანთ ჯოჯოხეთში. თქვენ შედიხართ სამოთხეში და თქვენ შედიხართ ჯოჯოხეთში. თქვენ ესე იგი ჩემი ჩათვლით. ჩემი არჩევანი ეს.